ორი მუსლიმანური ძალიან სერიოზული წერტილი კერა ჩდება პირველ რიგში მართლმადიდებელ ეკლესიას დაარტყავს ხალხო ეს რა ორი მუსლიმანური ძალიან ესეთი სერიოზული კერა ჩდება შენ რა იცი რომ ვიღაცებს არ აწყობთ მამა რომ მართლმადიდებლობას დაარტყავს ვიღაც რას ქვია და რას ქვია კაცო ხო ბოროტ ხახს რო რას ქვია გადახედეთ ეკლესიის ისტორიას გადახედეთ საქართველოს დაგავიწყდათ ეკლესიის ისტორია და ჩვენი წმინდანები ნახევარზე მეტი არაბების ნაწამები არიან დავითი და კონსტანტინეს თამადობი და ვინმეს დაგავიწყდათ ეხლა ეს კაცო კარგით ეხლა რა რაზეა ლაპარაკი ამიტომ პირველი პრობლემა ვისაც შეექმნება 60 კილო მართლმადიდებელ ეკლესიას შეექმნება პრობლემა თავიდან ვითომ არაფერი ღიმილით მაგრამ იქ მეჩეთები არ აშენდება იქ მეჩეთები არ აშენდება ორი პატარა საემირო გახდება მერე საკმაოდ დიდი 380 წელი თბილისში ქართლში იყო არაბული საემირო და დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლის შემდეგ აიღო და დაამხო მე ზუსტად ვიცი რადგან საზოგადოებასთან მაქვს ურთიერთობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ამ პროექტის ზუსტად ვიცი ეხლა ერი უნდა იყოს ხო მე არ ვიძახი რომ მოდი და დავამხოთ ხელისუფლება და არ ვიძახი მშვიდობიან არ ვაანონსებ მაგრამ შეიძლება გადაყვეს ეს ხელისუფლება აი ამ არაბიზაციას შეიძლება გადაყვეს იმიტომ რომ შეხედეთ ხალხი რა დღეშია ჯერ გაჭიროებას ითმენენ ამდენ ემიგრანტებს ითმენენ ეხლა ამდენი მიგრანტი რო ჩამოვა ესენი ეხლა იცინიან წინაკვილებით მაგრამ მე აღარ გაიცი მე ჩვენ გოგონებს ჩვენ დედებს ჩვენ ცოლებს და ჩვენ შვილებს არშიყობას დაუწყებენ ძალიან მალე თუ უკვე დაწყებილი არ აქვს და დაიწყება შეტაკებები როგორც ევროპაში შეხლა შემოხლა გაწევ გამოწევა როგორ არ იქნება ასე აბა ევროპაში რომ არის საფრანგეთს რა უყვეს ინგლისი უკვე გამუსლიმანდა ხალხო ინგლისი გამუსლიმანეს და შენ რას გიზავენ ინგლისი გამუსლიმანა ნახე ინგლისი გამოვიდა გაიღვიძა ინგლისმა და გამოვიდნენ ხო გამოვიდა ინგლისი მაგრამ უკვე 80% ქალაქის მერი მუსლიმანი ყავთ და აი ამ პატარა საქართველოში რომელიც ქართველები დაცლილია რა გველოდება რა თუ ნამას დიდი მეხვედრა ხალხო ისტორია 400 წელი 4 საუკუნე აი ბათუმში ამირა იზრდა თან სად ხალხო სად გუდლებს რომ ვერ გაულიათ შემოსილი იმ უბნებში იქ უნდა კიდე ახალი კერა შექმნა ღმერთო დაგვიფარე რა დაგვიფაროს ღმერთმა ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება მე ვლოცულობ ორი დიდი ქალაქი რო აშენდება იქ არ იქნება მეჩეთები იქ არ იქნება შეკრებები იქ არ იქნება იქ ქართველი ვეღარ გაივლის ქართველი მართლმადიდებელი იქ ვეღარ ემას რა დიდი მიხვედრა უნდა და არ გვესმის რატო აკეთებთ ამას ხალხო განა რამდენი უნდა გადაგვიხადონ ესე იგი ვერ მოგვერივნენ ხმლით და დოლარებით მოგვერივნენ კიდე ოკუპანტია რუსი ზუსტად ვიცი მაგრამ არაბი არ არის ოკუპანტი არაბი ოკუპანტი არ არის და ოკუპანტებს ყიდი მიწას რას აკეთებ კაცო ხო შენი საგვარეულო ვერ გამოვა ამ წყებიდან მე კაი თქვათ ჩვენ გავჩუმდით ხალხი არ გამოვიდა ღვთისმშობელს რა პასუხი უნდა გავცეთ ღმერთს რა პასუხი უნდა გავცეთ კაცო ეს მიწა ხო ლუსკუმა კვართის აქ ხო მაცხოვრის კვართია გიორგი ხო არ გვეშლება ხო კვართია მაცხოვრის კვართია ხო ამ მიწაზე და ასე ის ქალაქები ხო მე გაიზრდება და ჩვენ შევიწროვდებით ხო და მე შეიძლება პირჯვარი რომ გადაიწერო ქუჩაში არაბმა თქვას რომ ჩემი უფლებებიო აქო ირღვევაო რა რატო იწერსო პირჯვარს ერთმა თქვა ამასენად რომ ისე მასე მარჯანიშვილზე ხო ისეთ ხმაზე უსმენდა უკვე მუსიკასო რა მანქანაშიო არაბიო რომ შენ რო ეგ გააკეთო საემიროში იქით ჩამოკიდებენ ფეხებით ხო ჯერ მუსიკას უზმეს ხმამაღლა მე შენ დაელაპარაკება არ შეყობით და ასე ნელ-ნელა და აქ სისხლი დაიღურება მე რა და მე არ მინდა მე მშვიდობა მინდა მე სიყვარული მინდა ერთ კორპუსზე რა იყოს გიორგი საუბარი ორ კორპუსზე ეხლა თან ახალი კორპუსები რო შენდება ნახევარზე მეტი უცხოელები ყიდულობ ნახევარზე მეტი იქ ცნობილი ახალ კორპუსებში ქართველები იშვიათად ამასაც ხო ხმას არ ვიღებთ და ჩვენმა თავართ ხო მაგრამ დასახლება მუსლიმანური დასახლება წარმოგიდგენიათ რა იქნება ჯერ ბათუმში რა ხდება ნახეთ რა ხო და რა ვიცი რა მაპატიოს ყველა თუ ცოტა დაძაბული ვისაუბრა რა ჩემი გულის ტკივილია მე ასად არ მინდა წავიდე მე მინდა რომ ჩემი შვილები საქართველოში ვიცხოვრო
და საქართველოში მინდა რომ ქართველები უმრავლესობაში ვიყოთ. არავითარი არაბიზაცია არ იქნება, თუ ჩვენ უფალთან ვიქნებით და თუ ჩვენ სწორი ამხსარებლობით ვიცხოვრებთ. გვეყარება უფალი, გვეყარება მოყვასი და ერთმანეთი გვეყარება, ვერ მოგვერება გიორგი მტერი. თუ ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირდებით, ძალიან მარტივად დაგვამარცხებს ნებისმიერი მტერი. ძალიან დიდი მადლობა და აი ძალიან დიდი ბოდიში ორ წამს დავამატებ რას რომ აი ნახეთ სკოლებიდან რომ გაიტანეს გახსოვთ ისტორიის დამახინჯება რომ დაიწყო იმის აი ეს ხალხი დღეს ვისაც ჯერა რომ ეს არ იმოქმედებს ზუსტად ეს გააკეთეს წარმოგიდგენთ ერთი 20 წლის წინ რა მიშამ დაიწყო ჯერ მღვდელი გაიყვანეს რელიგია ამოიღეს ისტორია ამოიღეს ისე დაამახინჯეს რაღაცა იმ თავარი ასპექტები ამოიღეს ხო იმიტომ რომ ეს ადამიანები გაიზარდნენ და ეს ადამიანები ადვილად ყიდიან ახლა ამ მიწას ანუ ვინც ეთანხმება ამას ფაქტიურად მათი ისტორია ნასწავლი არის მიხვდით რომ აი ესე ლიბერალური ჰუმანური შემწყნარებლობით ვითომ ჭყალებში აი რაღაც ხვისი უფლება არ დაიცვას აი დაირღვეს ესენიც მიღებული იყვნენ ისინიც და ამ შემთხვევაში ამით უბრალოდ ადამიანები ისე მოწამლოს შეიძლება ელაპარაკო ეს და ვიღაცასაც სასაცილო იყოს კაირა რას მოგერევა და 300 წელი რა გიყო 300 წელი რაც გვიყო იმიტომ რომ დღეს 3 მილიონი თორე ვიქნებით 23 მილიონი რო იცოდეთ 300 წლის მანძილზე ისე გაგწყვიტეს აი ის გაწყდა ზუსტად და წარმოიდგინეთ აი ეს გაგვიკეთეს და რაღაცა მეტი კიდე რა უნდა გვიქნა რა ვიცი მე ეხლა კიდე საერთოდ უნდა გვიყიდონ რაც დავრჩით უნდა რომ დადონ თანხა და გვიყიდონ და არ არიან ქართველები ესეთი ადამიანები არ იყიდება და აგერ ნახავთ თქვენ სეტი ცხოველს არა 200 ჯერ მაგრამ კიდე დგას. ისინი ვინც ანგრევდნენ აღარ არიან და ეგრე არის ზუსტად საქართველო არის ერთი დიდი სვეტი ცხოველი რა და ამას ვერ დაანგრევს ვერავინ რა. კარგად ზანდებოდეთ რომ ბედნიერებას გისვეთ ყველაფერი კარგს ის გაუნათლებელი ადამიანები ვისაც გონიათ ფულია მთავარი ხო? ფული არ არის მთავარი და აგერ თქვენ ნახავთ ყველა რომ აი ეს ადამიანები მე რას იზამენ აი ის ადამიანები ვისაც ჩვენ ქართულს ხო იცი სიმშილი ყველაფერს მოითმეს მაგრამ აი თავზე რომ გადაული უკვე აი მან ჩერდება უკვე ყველაფერი და მე ახლა გადამეკეტაო რომ ამბობს ხო იცი აი ეგ მომენტი მოვა აუცილებლად და ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება ყველას ვინც აი ამას დაუშვებთ